ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები კვლავ მთავრობის მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმას აპროტესტებენ. ამჯერად ფილოსოფიის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტების ნაწილმა გააკეთეს განცხადება. მათი თქმით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ფილოსოფიის ფაკულტეტი უნდა შეუნარჩუნდეს, რადგან ამ მიმართულებით სწავლა უნივერსიტეტში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხდება. იმ კვლევითი საქმიანობის გათვალისწინებით, რომელსაც დოქტორანტებთან ერთად ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესურა ფილოსოფიის მიმართულებით ეწეოდა მთელი ეს წლები, შემიძლია თქვა, რომ საქართველოში ფილოსოფიური კვლევების ხილვადობა და ინტეგრაცია დასავლურ სივრცეში არასდროს არ ყოფილა ისეთი ინტენსიური, როგორც სწორედ ჩვენი პროგრამის შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ასე რომ მიგვაჩნია, რომ ესე ვთქვათ, ეს გადაწყვეტილება დაიხუროს ასეთი ნაყოფიერი პროგრამა ვერ წაადგება ქართული საუნივერსიტეტო სივრცის განვითარებას და ვთხოვთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომ გადახედილი იქნას აღნიშნული გადაწყვეტილება.